ქართველი ქრისტიანი, რომელსაც უყვარს ჩვენი მოსახლეობა და არასოდეს არ მოუწოდებს ჩვენი მოსახლეობას რაღაც იმ უმსგავსობებისკენ, რასაც დღევანდელ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ყოფილი მოუწოდებდა. არასოდეს არ მოუწოდებს ჩვენ შვილებს. არასოდეს არ მოუწოდებს იმ უმსგავსობებისკენ, რასაც მოუწოდებდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი. მე პირადად გული მტკივა ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ ის ჩვენი პრეზიდენტი იყო და ჩვენი არჩეული პრეზიდენტი იყო, მაგრამ მან დაამტკიცა ის რომ არ ღირს ის საქართველოს პრეზიდენტად, ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოს პრეზიდენტი და დღეს არის ღირსეული ადამიანი და ამერწმუნეთ ნამდვილი ქართველი და სულით მებრძოლი ადამიანი. უკაცრავად, მაგრამ რუსეთის მოქალაქე იყო მეორე მხარეს და ამიტომ ეხლა ჩვენ ვიყავით. მინდა შევეხო მაგ საკითხსაც, ხავტო მარეხი. იყო საუბარი რომ აი ჩვენმა კოლეგამ ბრძანა რომ 300,000 თუ რაღაც 1000 კაცი ქუთაისში. პირდაპირ გეტყვით რომ უბრალოდ ის ხალხი ვინც არ დადიოდა არჩევნებზე და ის ხალხი ვინც შეხედა თუ რა ძალას თან ქონდა საქმე მეორე მხარეს. აი ის ხალხი მოვიდა ზუსტად ჩემო მეგობრებო არჩევნებზე. ის ადამიანები ვინც შეხედა რომ უნდა იმნაირ ძალას მოსვლა საქართველოში ისევე ხელისუფლებაში, ვინც კოდორის ხეობას შეუცვალა სტატუსი და შემდეგ ლარნაკით მიართვა რუსეთს. იმნაირ ხალხს უნდა მოსვლა სათავეში, ვინც სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს. სიმბოლურ ფასებში. იმ ხალხს უნდა მოსვლა, შეხედა ჩვენო მოსახლეობა, რომლებსაც დამთავრებული ართ რუსეთში MGU, KGB სხვადასხვა სკოლები მინსკში. კი ბატონო, ის ხალხი, ვინც არიან დღესდღეობით ოფიცრები, სპეცსამსახურების, რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრები. ხალხი ბრმა არ არის, ქართველი ხალხი ძალიან ბძენია და ზუსტად ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის სწორი გადაწყვეტილება ზუსტად რომ ის ხალხი არ არიან დღეს სათავეში, ვინც იმ დედას აი ზუსტად რამოდენიმე დღის წინ რაც ფაქტი მოხდა, მე იმას მართლა ზგმობ მთელი ჩემი არსებით. დედა შვილთან ერთად დგას, ეუბნებიან მოდი ჩვენთან ერთად და ეუბნება განსხვავებულას რომ მე არ ვიზიარებ თქვენას და შვილს უნდა ცხვენოდეს რომ შენ ხარ მისი დედაო. ნუ ამნაირი შეურაცხყოფა დედას როგორ უნდა მიაყენო. შვილთან ერთად. შეხედეთ ახლა ლოგიკურად მივყვეთ. საქართველოს ტერიტორიები გაყიდეს. გმობენ მართლმადიდებლობას, უვარდებიან მოძღვრებს, გმობენ პატრიარქს, ეკლესიას, ხატებს, ღვთისმშობელი კრეხელურად დახატან და გამოაქვეყნენ. ჩვენი წმინდანები, რომლებიც ჩვენთვის არიან საფიცარი და ყოველ დღეს მართლმადიდებელი მუხტს ვიდრეკთ მათ ხატების წინაშე და ვლოცულობთ ჩვენს ოჯახს და ქვეყანაზე. უმსგავსო არც მინდა ვთქვა, რაზე დაახატეს. და ბოლოს უკვე ოჯახში შემოიჭრენ და ჩვენი ოჯახში ჩვენ შვილებს ეუბნებიან რომ ადექითო და მშობლებთან კონფლიქტებში შედითო და გარეთ გამოდითო. სკოლებში შედიან და ბავშვები გამოყავთ გარეთ. აი ხახნო, ეს არის მეორე მხარე, ქართული ოცნების საპირწონე მხარე. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? ის რომ დღეს უვიზო მიმოსვლა, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან. და უნდათ რომ ეს მოშალო. ასოცირების ხელშეკრულება, რომელთაც აპილირებდნენ, ზუსტად ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, რასაც ისინი დღესდღეობით ყველა ხერხს ხმარობენ რომ ეს გაგვიუქმდეს. ასე შემიძლია ვისაუბრო უსასრულოდ შემოკარგეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი აქვს გაკეთებულები. არ მინდა უბრალოდ წარსულში წავიდე, მაგრამ მე მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ძირითადად ახალგაზრდებს, რომელსაც არა აქვთ ნაცხოვრები საბჭოთაშორისში, არა აქვთ ნაცხოვრები, თქვათ, აი საბჭოთაშორის დაშლის პერიოდი, როდესაც მართლაც პრობლემები იყო ქვეყანაში, არა აქვთ ნაცხოვრები გასული წინა რეჟიმის პერიოდში, როდესაც მართლაც საშინელებები ხდებოდა ქვეყანაში. და რომლებიც არიან ძალიან ახალგაზრდები და არიან მოტყუილებულები. ახალგაზრდებო, მე მოგიწოდებთ. თქვენ თუ გინდათ რომ რამე შეცვალოთ ქვეყანაში და გინდათ რომ ქვეყანა მეტი უკეთესი იყოს, ამის ერთადერთი გზა არსებობს. ერთადერთი გზა, ეს არ არის არც პიროტექნიკა, არც მოლოტოვის კოქტეილები, არც
ჩვენ პოლიციელებზე ძალადობა და ასე ვთქვათ დამხობა და გადატრიალება არ არის ეს გადაწყვეტ ეს არ არის სწორი გზა, სწორი გზა არის მხოლოდ განათლება.